გიორგი კირტაძე კოალიცია ცვლილებისთვის წევრი მოგესალმებით ბატონო გიორგი თქვენს რა თქმა უნდა გთხოვოთ ასეთი ამბავი იყო რომ თითქოს არაფერი ქვეყანაში აღარ ხდებოდა არანაირ აქტიურობას ადგილი აღარ ჰქონდა ისეთ ბოლო დღეებში ქართული ოცნების მხრიდან დღეს გავიღვიძეთ ასეთი ამბით რა არის რას უკავშირდება ეს ჭხრეკები თქვენი შეფასება ხო როცა უყურებ რომ მარიამ ბაჯელიძესა რომელიც შვიდთვის ორსულია და მცირეწლოვან შვილთან ერთად არის სახლში ანუკასთან სადაც სუსის თანამშრომლები არის მარიამ გეგუჩაძესთან საერთოდ სახლშიც კი არ შეუშვეს ისე ჩაატარა ჭხრეკა და ასე შემდეგ ხო ურთულესი ამბავია ეს ხდება განსაკუთრებით მაშინ როცა ნახეთ რომ განჩინებები ჭხრეკებთან დაკავშირებით გაცემული იყო 2 აპრილს ანუ მათ დიდი დრო ჰქონდათ იმისთვის რომ რაღაც არანაირი გადაუდებელი ამბავი არ იყო და ამაზე თქვენ მასტუმრებაც ისაუბრა ალბათ 1 საათით დაგვიანებით რომ ისულიყო მინიმუმ ბავშვები არ დახვდებოდა ხო სახლში სკოლებში ხდებოდნენ წასულები და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ივანიშვილი აკეთებს სპეციალურად, რათა დათესოს შიში ერთის მხრივ და მეორეც რომ აკეთებს იმ ხალხის წინააღმდეგ, ვისაც აქ რესურსი და შეაძლებლობა რაღაცა საკითხებთან მიმართებაში მაღალი ორგანიზებულობით გამოირჩეოდეს. ამიტომაც შევარდნენ ხო ნანუკასთან და რაღაცა სხვა ფონდის წარმომადგენლებთან, იმიტომ რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არ ვიცი მე ვისვობ უამრავ ადამიანს, ვინც 1 ლარს, 2 ლარს და 5 ლარს რიცხავდა ხოლმე, ხო? ნანუკასა თუ სხვა ფონდებში ახერხებენ ამის ორგანიზებას, რათა დაეხმარონ, რა ვიცი, ათასობით ბავშვის სიცოცხლეა და ადამიანის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი ნანუკას თავისი ფონდი და ეხმაროს პატიმრების ოჯახებს და ასე შემდეგ. ანუ ხელს უშლიან, რა თქმა უნდა, მუშაობაში იმ ხალხს, ვინც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაღაცა განსაკუთრებული ორგანიზატორული ნიჭით ან ორგანიზებით გამოირჩევა. არ აწუხებთ რამდენადაც სოლიდარობის განცდა საზოგადოებაში. ბუნებრივია. ეს ერთი და მეორე, ხო ის მეთოდები კიდე ამასთან ერთად რაც ხდება, ეხლა ვერიდები ხოლმე რაღაცა ძაფრ განცხადების კეთებას, მაგრამ რაღაც პირდაპირ პარალელის გავლება შეიძლება ალბათ იმასთან, რაც დაახლოებით საუკუნის წინ ხდებოდა ხო საქართველოში. 1927 წელს, რა ვიცი, მეტი არაფერი არ ხდებოდა, ისევე როგორც დღეს ნანუკასა და სხვებს ბრალში პირდაპირ წერილი საქმეებით არის ხო აღძრული უცხო ქვეყნის ინტერესების გატარება, რაღაც აგენტები და შემდეგ საშინელებებით აქვს საქმეები აღძრული, ზუსტად ისევე როგორც ჰქონდა თავის დროზე, ხო, რა ვიცი, პავლო იაშვილზე, ტიციან ტაბიძეზე, მიხეილ ჯავახიშვილზე, სანდრო ახმეტელზე და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, ზუსტად იგივეა და ზუსტად ამოებრალდებებით გვიზის ჩვენ დღეს ციხეში მზია ამაღლობელი, ზვია ცესხლაძე, საბა სხვითარიძე, ანდრო ჭიჭინაძე და სხვები და სხვები. ანუ მეთოდები არის ერთი და იგივე, ზუსტად იმას რაც აკეთებდნენ ბოლშევიკები, რა ვიცი, ერთი საუკუნის წინ, ზუსტად იგივეს აკეთებს ახლა ივანიშვილი. უბრალოდ მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ეს არ გამოუვა, თუ იქ რაღაცა 70 წელი დაგვჭირდა ჩვენ ამ მონობის უღელის გადაგდებიდან, ეს ბევრად უფრო მარტივად დამთავრდება, იმიტომ რომ სხვა დროში ვცხოვრობთ, რაც არის ის ივანიშვილს, სხვა მსოფლიოა ახლა. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ვერც პირდაპირ დახვრეტებს მოგვიწყობს ქუჩაში და ძალიან კარგად ჩანს მოდიში დავასრულებ ძალიან კარგად ჩანს რომ ამ დაშინების შანტაჟის 1000 უბედურების მიუხედავად ვერ გატეხა პროტესტი. პროტესტი არათუ გატეხა, არამედ პირიქით მასზე გაბრაზებული ადამიანების რაოდენობა ამ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად იზრდება. აი, სოფლიო ახსენეთ თქვენ და ჩვენ ხედავთ რომ კრიტიკა წვავეა ხო დასავლეთიდან. ამ კრიტიკას პასუხობს ქართული ოცნება ასეთი ნაბიჯებით. იმის მიხედვით რომ დემოკრატიულ გზას დაუბრუნდეს, დემოკრატიულ განვითარებას დაუბრუნდეს, რისკენაც მუდმივად მოუწოდებენ. ყოველ ასეთ მოწოდებაზე არის ხოლმე ასეთი მწვავე გამოვლინება მისი მხრიდან. ეს რისკენ არის მიმართული? ეს გაძლევთ იმის განცდას, რომ მათ უნდათ რაღაცა ურთიერთობის დაალაგება დასავლეთთან თუ პირიქით იზოლაციას უფრო მეტად აღრმავებენ თუ რა? ეს აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილი ხვდება, რომ მას არანაირი რესურსი დასავლეთთან ურთიერთობის დაალაგების არ აქვს და ვერც შეიძლება ხო ლოგიკურად კონდეს თუ შენ არ ატარებ ქვეყანაში არჩევნებს, თუ ხელისუფლება გაქვს მიტაცებული, თუ შენი მთავარი მიზანი მხოლოდ რა ვიცი საკუთარი ოჯახისა თუ გარემოცვის გამდიდრება და ადამიანის უფლებები და ყველაფერი სხვა ამ ქვეყანაში, რა ვიცი, არ გაინტერესებს, როგორ შეიძლება დასავლეთთან ურთიერთობები დაალაგო. ამიტომ ივანიშვილმა ერჩია მეორე გზა, ამიტომაც არის მისი რაღაცა ყველაზე მჭიდრო მოკავშირე თუ პირდაპირ გამგზელებელი არის ის, ხო? იმასა პუტინისა და დღევანდელი რუსეთის. მან ერჩია მეორე გზა, როცა ის ფიქრობს, რომ რეპრესიებით შეუძლია წინააღმდეგობის მუხტის გატეხვა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წარმოუდგენელია, როცა ამ ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი უმრავლესობა არის მისი წინააღმდეგი, მან რაღაცა რეპრესიებით მიაღწიოს იმ შედეგს, როცა აქ გამპროტესტებელი ადამიანი აღარ იქნება. ურთულესი ვითარება, რა თქმა უნდა, დღეს ქვეყანაში დაიხურა მთავარი არხი, კრიტიკული მედია, აქედან სოლიდარობა ამახეს ყველა თანამშრომლებს, ვიცი რომ არც თქვენი ტელევიზია და არც სხვა კრიტიკული მედია არ არის კარგ მდგომარეობაში, არც პოლიტიკური პარტიები არ არის კარგ მდგომარეობაში, დღესაც 17 საათზე ნიკამელია სასამართლო პროცესია, ისე როგორც სხვა პოლიტიკური ლიდერები ამ ქვეყანაში ისიც სისხლის სამართლით, მასზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ასე შემდეგ. ხედავთ რა ხდება არასამთავრობოებთან, ფონდებთან, თუმცა ამის მიუხედავად პროტესტი ხო არ გაჩერებულა.
ყველა საჭირო დროს, როცა ამის საჭიროება არის 10,000-ობით ადამიანი გამოდის რუსთაველზე. პროტესტი იგრძნობა ყველგან და ყველაფერში. გამოხმაურებები რაც აქვს ამას მე ქვეყნის გარეთ, ხო? ბევრი რამე სცადა ივანიშვილმა, მაგრამ რა ვიცი, ვერაფერს მიაღწია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ტრამპის სადღაც დაქნეული ხელი ჩათვალეს, რომ ყაველაშვილის იყო, სადაც რომ მდგომარეობაში იგდებენ და ამავდროულად. ესეც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ამაზე რა თქმა უნდა ნერვიულობს, იმიტომ რომ თავარი რაც ჩვენ ახლა ხელში გვიჭირავს ქართულ ხალხს, იმ ხალხს, ვისაც გვინდა დემოკრატია ამ ქვეყანაში არის, არ აღიარება და არ თანამშრომლობა რეჟიმთან და ეს მიმართულება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. აი, ყველა ინსტრუმენტს იქვემდებარებს, სახელმწიფო უწყებებს გულისხმობ ამ შემთხვევაში ქართული ოცნება, რისი საშუალებითაც შეუძლია რომ გაუსწორდეს ამ პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც არ ჩერდებიან უკვე 150 დღეზე მეტია. აი, პროკურატურაზე ამბობდა ლონდა თოლორეია, რომელმაც კარგად იცის ამ უწყების მუშაობის პრინციპი, ხო, მუშაობდა იქ, რომ ადრე გარკვეულწილად ახერხებდა პროკურატურა პოლიტიკური გავლენებისგან დისტანცირებას, თუმცა ახლა სრულად დაქვემდებარებული გამოდისო. შესაძლოა ქალბატონი და უფრო მეტად დაკვირვებით უყურებს ხოლმე ამ პროცესს, თუმცა ზოგადად ივანიშვილის ძალოვანი სტრუქტურა რო ბოლომდე დაქვემდებარებული ყავს განსაკუთრებით პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში, ეს ალბათ რა ვიცი მისი მოსვლის პირველივე დღეებიდან ჩანს, ხო? უამრავი საქმე არის აღძრული ბიძინა ივანიშვილისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისადმი პროკურატურის მიერ, ამიტომ მე ამაში რაღაცა განსაკუთრებულ ამბავს სიმართლე გითხრათ, ხო, ვერ გადიოდეს, მაგალითად, აი ის რომ ოპოზიციური პარტიები ახლა მუშაობენ, რომ ძალიან დაბალი რანგის დავალებების შემსრულებლებიც კი შეიყვანონ ისეთ სიაში, რომლებიც შესაძლოა სანქციების სამიზნები გახდნენ. მნიშვნელოვანი არის სანქციები. შეიძლება რომ გარკვეული პირები, მაგალითად ეს დაბალი რანგის მოხელეები, რომლებიც მუშაობენ ამ უწყებებში, არ არიან თანახმა ამ დავალებების შესრულებისგან. ახლა პროკურატურაშიც და სხვადასხვა უწყებაშიც ყავთ ისეთი ადამიანები, ცდილობენ ყოველ შემთხვევაში ეს კადრები შეავსონ ისეთი ადამიანებით, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელი. კი, ეს ნამდვილად ესეა. ვის ძალოვან სტრუქტურას წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ყველა არ არის ყურმოჭრილი მონა ბიძინა ივანიშვილის და ამ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი ცდილობს, რომ რაღაცნაირად აცდეს ამ რაღაცა დანაშაულების ჩადენას, რომელსაც მას ივანიშვილი აძალებს. დამოკიდებულება ამ ხალხისადმი, მათ შორის მე პირადად მიგზნია ჩემი დაკავებების დროს, რომ იქ რაღაცა ყველა ერთნაირი, რა თქმა უნდა, არ არის და ძალიან ბევრი ადამიანი ძალოვანის ფორმაში ჩასმული, რაღაცა სოლიდარულია და ცდილობს რაღაცა მხარდაჭერა, რაღაცა ფორმით გამოხატოს. მაგრამ ყველას თავისი ბევრი პრობლემა აქვს და ამით მართლდება ხოლმე ის, რომ დღემდე რაღაცა რადიკალური ნაბიჯები ბევრს არ გადაუდგია, თუმცა ესეთი შემთხვევებიც იყო. სანქციების და ესე ვთქვათ, სანქციების შიში დასავლეთის მხრიდან რა თქმა უნდა არსებობს. არსებობს ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვისთვისაც და იმ ხალხისთვისაც, ვისაც ისინი დავალებებს აძლევენ პროკურატურაში, სასამართლოში, რა ვიცი, პოლიციაში, სუსში თუ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ამ ადამიანებს, რა ვიცი, ოჯახები ყავთ, შვილები ყავთ, დარწმუნებული ვარ, მათაც უნდათ, რომ თავისი შვილებისთვის რაღაცა ევროპული განათლება ქონდეს ხელმისაწვდომი და არა რაღაცა რუსული დიდი წინააღმდეგობები აქვთ კიდეც მათ საკუთარ ოჯახებში, ამის შესახებაც რაღაცა ძალიან ბევრი ინფორმაცია გამხდარა, ცნობილი და ასე შემდეგ. განცხადება იყო, ხო, ყოფილი პარლამენტარის გუში. ეს თქვენი აზრით ვისი წუხილი გაახმოვანა მან? ის ბევრად უფრო ახლოს იცნობს ალბათ იმ ყველაფერს, რაც ხდება ეხლა დღეს. ლაპარაკია იმაზე, რომ ავხსნათ, რომ თითქოს გარკვეულ ოცნების წარმომადგენლების ოჯახებმა შეიძლება უთხრან ოცნების წარმომადგენლებს, რომ სანქციების შიში რეალურია და არ უნდა გადააყოლონ. ეგ მართლა ესეა. მე ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრი რაღაცა ძალოვანი სტრუქტურის თუ რაღაცა დაბალი პოლიტიკური თანამდებობის პირის ოჯახში ყოფილა ეგ საუბრები და მათ ქონიათ კიდეც პრობლემები, უკვე დასანქცირებული ადამიანების ოჯახის წევრებს ვერ მოუხერხებიათ უკვე ჩარიცხული ბავშვების გაშვებას ასწავლებლად ამერიკასა თუ ევროპაში. მართლა ხდება ეს ფაქტები და ხო, რა თქმა უნდა, ეს არ არის არავისთვის კომფორტული. ეს არის დამატებითი მექანიზმი, რაც ჩვენ ქართულმა ხალხმა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რაღაცა დემოკრატიული პროცესები დავაბრუნოთ ამ ქვეყანაში და ეს არის ესე ვთქვათ, ქმედები დასავლეთის მხრიდან არის მხოლოდ და მხოლოდ მიმართული იმისკენ, რომ ხარი დაუჭირონ ქართულ ხალხს. ხო, ბუნებრივია. ამიტომ ამ მექანიზმების აქტიური გამოყენებით, კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერით დასავლეთისაგან, რომელიც კიდევ თავარი გაშ უნდა გამოიხატოს არ თანამშრომლობა ქართული ოცნების რეჟიმთან. ამაში უნდა გამოიხატოს და ასევე ქვეყნის შიგნით მძლავრი საპროტესტო მუხტი და სწორი ორგანიზება გაგვიყვანს ჩვენ შედეგამდე. მე არ მჯერა, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილი შეძლებს იგივეს, რაც შეძლო ბოლშევიკებმა 27-28 წელს და ქუჩაში დახვრიტა ხალხი. არა ვარ ჩვენ იმ დროში, ის ვერავის დახვრიტავს ქუჩაში, ის ბოლომდე ცდილობს ახლა რაღაცა რეპრესიების ყულფი რაც შეიძლება მოუჭიროს, მაგრამ არ გამოუვა ის, რაც გამოუვიდა რაღაცა მათ წინამორბედებს ბოლშევიკებს კიდევ ერთხელ უმეორებ დაახლოებით საუკუნის წინ.
სხვა დრო, სხვა ვითარება, სხვა რეალობა, სხვა მსოფლიო და სხვა ქართველი ერი, რომელიც უკვე შეეჩვია იმას, რომ რაღაცა ევროპაში მოგზაურობაც კარგია, დემოკრატიის ფასიც იცის და სწორად ცხოვრების პირობებში უკეთესადაც რო შეუძლია იყოს ეგეც. ყველაფერი გვიწყობს ჩვენ დღეს ხელს იმაში, რომ აქვე ჩვენს მიწაზე ბევრად უკეთ ვიცხოვროთ და ქვეყნიდან არ გავიქცეთ. ყველაფერი გვაქვს ამისთვის. თანამედროვე მსოფლიოს აზრზე არის მოსული დამოკიდებულება რუსეთთანაც ძირითადი ქვეყნების, რა თქმა უნდა, სულად არის შეცვლილი და ასე შემდეგ. ქვეყანა კი არ უნდა გაურბოდოთ, არამედ აქ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ოჯახებთან ერთად უნდა ვახერხებდეთ ცხოვრებას და მგონია, რომ ამისთვის ბოლომდე იბრძოლებს ბევრი. დაჭირდება დრო, რა თქმა უნდა, ალბათ დაჭირდება დრო, ბევრი ენერგიის ჩადება, ვერც დანუკაშიაშინებენ, ვერც მარიამს და ვერც ვერავის ვისაც დღეს სახლში შევარდნენ, ეს ხო არის ფაქტი. დაბრძოლებს ეს ასეთი შემთხვევები პროტესტს თქვენი. მე მგონია, რომ კი გვაქვს ჩვენ ეს დამოკიდებულება ბოლო პერიოდში იგრძნობა ცოტა ნიჰილიზმით, უიმედობაც, რომ ამდენ დღიანი პროტესტის მიუხედავად ისე ვერ მოხერხდა ხელისუფლების, მიტაცებული ხელისუფლების ჩამოშლა, როგორც ალბათ ბევრი ელოდა ამ ყველაფერს, მაგრამ ცოტა მეორე მხრიდანაც რო შევხედოთ, რა ქნა ბეძინა ივანიშვილმა ამ რა ვიცი, უკვე ბევრი თვის განმავლობაში. ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტს იყენებს, 1000 საშინელებებს ჩადის, უამრავ ადამიანს პირდაპირ სისხლის სამართლის დამნაშავედ აქცევს, ვისაც ხელს აწერიებს, ხო დღეს მსგავსი ტიპის ქმედებებზე. თუმცა ამის მიუხედავად რა ქნა, ქვეყანაში პროტესტი შეანელა, რაღაცა მუხტი გატეხა, გარეთ რაღაცა მხარდაჭერა მოიპოვა. მე მგონია, რომ სულ პირიქით არის ეს ყველაფერი. ამიტომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს მართლა ბოლომდე. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. გიორგი კირთაძე, კოალიცია ცვლილებისთვის წევრი იყო ჩვენთან სტუმრად.